მართალი ფილარეტ მოწყალე პაფლაგონიის ოლქის სოფელ ამნიაში დაიბადა მერვე საუკუნეში. მშობლებმა იგი კეთილმსახურებითა და ღვთისმოშიშებით აღზარდეს. წმინდანის მეუღლე თეოზვა მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახის შთამომავალი იყო. მათ ჰყავდათ შვილები ძე იოანე და ორი ასული იპატია და ევანთია. ფილარეტი დიდ ქონებას ფლობდა და უხვადაც გასცემდა წყალობას. ერთხელ პაფლაგონიას არაბები დაესხნენ თავს, ქვეყანა ააოხრეს და ფილარეტიც გაძარცვეს. წმინდას მხოლოდ ორი ხარი, ცხენი, რამდენიმე სკა, მცირე მამული და სახლი გადარჩა. იგი თვითონ ამუშავებდა მიწას, რომ თავისი ოფლით მოეპოვებინა სარჩო ოჯახისათვის და ყველაფრისთვის მადლობდა უფალს. თანდათან ფილარეტის ოჯახს ცხოვრება ძლიერ გაუჭირდა, მაგრამ იგი უკანასკნელ ქონებასაც გლახაკებს უყოფდა, რისთვისაც ხშირად უხდებოდა ცოლ-შვილისგან საყვედურის მოსმენა. ამ დროს ბიზანტიის იმპერატორმა ირინემ თავისი ძისთვის მომავალი თანამმართველისთვის საცოლის ძიება დაიწყო და მთელ იმპერიაში დაგზავნა ელჩები. დესპანებმა შორიდანვე შენიშნეს სხვა სახლებისგან სიდიდით გამორჩეული ფილარეტის სასახლე და გადაწყვიტეს იქ გაჩერებულიყვნენ. წმინდანმა მეზობლებისაგან ითხოვა საჭმელ სასმელი და მალე მდიდრული სუფრა გაიშალა. ელჩებმა მასპინძელთან საუბარში შეიტყვეს, რომ ფილარეტს 3 შვილიშვილი ჰყავდა. მოუხმეს მათ და ერთ-ერთი მარიამი სხვა რჩეულ ქალწულებთან ერთად მეფეს წარუდგინეს. სიკეთითა და სიმდაბლით აღმატებული მარიამი დედოფალი გახდა. ფილარეტი კი გულუხვად დაასაჩუქრა იმპერატორმა. ასე დაუბრუნდა უფლის რჩეულს დიდებაცა და პატივიც. წმინდანმა მსახურს 3 ყუთი დაამზადებინა ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მონეტებისათვის. პირველი ყუთიდან იგი სრულიად უქონლებს აძლევდა მოწყალებას, მეორედან ღატაკებს, მესამედან კი მათ, ვინც პირფერობით ცდილობდა ფულის გამოწალვას. ასე გალია ნეტარმა ფილარეტმა ცხოვრების 90 წელი. მას უფლისაგან წინასწარ განეცხადა აღსასრულის მოახლოების შესახებ. კონსტანტინოპოლში გაემგზავრა, როდოლფიას მონასტერში მივიდა. თავისი ქონების ნაწილი ამ სავანეს შესწირა. დანარჩენი გლახაკებს დაურიგა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს 792 წელს. წმინდანი კონსტანტინოპოლში, როდოლფიას სავანეში დაკრძალეს. მართალი ფილარეტის სიწმინდე და ღვთიურჩეულობა მისი სიკვდილის შემდეგ აღსასრულმა სასწავლებმაც ცხადყო. ნეტარი ფილარეტის მიცვალების შემდეგ მისმა მეუღლემ თეოზვამ ბევრი იღვაწა პაფლაგონიაში უცხოტომელთა შემოსევების დროს დანგრეული ეკლესია-მონასტრების ასაღორძინებლად.